მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია და მოდით ვნახოთ მოკლე საჯარო გაშლა ასეთი საინტერესო თემით, ენატრებით თუ არა ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ჩაიფიქრეთ ნებისმიერი ადამიანი არ არის აუცილებელი რომანტიული ასპექტით და ვნახოთ აბა ენატრებით თუ არა. ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებას პირველი ვარიანტი და ენატრებით თუ არა მეორე ვარიანტი თქვენ. ქვებსაც დავარიგებ პირველი ვარიანტი და მეორე. მეგობრებო, შეგახსენეთ რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად უნდა მოიწონოთ ეს პოსტი და ახლა ჩვენ 31 ოქტომბერს გვიახლოვდება სამაინის დღესასწაული. ეს არის უძველესი დღესასწაული და მოკლედ რომ ითქვას, ეს პერიოდი ოქტომბერი, ნოემბერი, განსაკუთრებით ნოემბრის დასაწყისი და ოქტომბრის ბოლო რიცხვები იდეალური პერიოდი არის ტაროს წაკითხვისთვის, პირადი კონსულტაციებისთვის, განსაკუთრებით ერთი მთლიანი წლის მიმოხილვისთვის. ამიტომაც პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს და დავიწყოთ ახლა პირველი ვარიანტით. არკანი კოშკი, უпростоრად არკანი ძალა. ენატრებით თუ არა. იცით, მონატრება როგორც ასეთი ფიგურირებს გარკვეულ დონეზე, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე თითქოს ადამიანი ცოტა სხვა ენერგიებში არის, ცოტა სხვა რაღაცეებზე უწევს ფიქრი, კონცენტრაცია და ვერ ვიტყოდი რომ ეს მაინც და მაინც რაღაც ცუდი არის მეთქი. ანუ ვერ ვიტყოდი იმას რომ ის რეალობაში რაღაც საშინელება ხდება და ამაზე არის კონცენტრირებული და ასე შემდეგ, თუმცა რა თქმა უნდა ზოგი თქვენგანის შემთხვევაში ასეც კი შეიძლება რეზონირდეს. მაგრამ რაღაც სხვა ენერგიებში არის, სხვა რაღაც ფიქრებში არის და ნახეთ დასტის ძირზე არკანი კოშკი. ხო, მონატრება აშკარად არის, ფიგურირებს, მაგრამ ძალიან არასტაბილური მონატრება არის. აი, უცაბედად ემოციები მაქსიმალურად მოაწვება, რაღაც მომენტში ძალიან მოენატრებით, ნამდვილად, მაგრამ ძალიან მალევე გადასდის ეს მონატრება და მარტივად რომ ითქვას ისევ და ისევ, აი, ყველანაირი სიღრმეების გარეშე, იმიტომ რომ ყოველი თქვენგანი სიტუაცია ინდივიდუალური არის, ადამიანს კი ენატრებით, მაგრამ სიტუაციები და სხვა ადამიანები, ის გარემოცვა, რაც არის მის ირგვლივ, ზოგადად არ აცდის იმის საშუალებას, რომ წესიერად მოენატროთ. შეიძლება სხვათა შორის აქ რაღაც ისეთი მომენტიც იყოს, რომ ადამიანი გთვლიდეთ მისთვის მისაწვდომ პიროვნებად, ანუ თვლიდეს, რომ თუ მოუნდება და გამოვა კონტაქტზე თქვენს მაქსიმალურად მარტივად აღყვებით მას, მაგრამ კი მონატრება ფიგურირებს, თუმცა საკმაოდ ზედაპირული და იცით, თქვენი მხრიდან უფრო ვხედავ აქ მონატრებას ვიდრე მისი მხრიდან, იმიტომ რომ მისი მხრიდან ჩანს როგორც მონატრება, ასევე რაღაც გაღიზიანება, რაღაც ბრაზი, თითქოს თქვენი დასჯა უნდა რა. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? ხმლების მეფე. ანუ მეფე, დედოფალი, ამ ტაროს დასტაში ყველგან ქალები არიან. ხმლების მეფე. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ მეორე ვარიანტი თქვენ ენატრებით თუ არა, აბა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას დავაზუსტებ მაინც. მეორე ვარიანტი არ მინდა რომ გეწყინოთ, მაგრამ დიდად არ ენატრებით და თითქოს დიდად არც ფიქრობს ხოლმე თქვენზე. თითქოს ადამიანი არის ჩაკეტილი რაღაც თავის მენტალურ გალიაში და თითქოს თქვენ მისგან ძალიან შორს ხართ. ენერგეტიკულ დონეზე გულისხმობ, რა თქმა უნდა. თუ ეს არის ვიღაც ისეთი აი ძალიან ძველი ნაცნობი, რომელიც 1000-ში ერთხელ გახსენდებათ, რა თქმა უნდა, ლოგიკური არის, მასაც 1000-ში ერთხელ ახსენდებით ხოლმე და არანაირი მონატრება შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ აი
თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ან ყოფილი ან ვიღაც ისეთი პიროვნება, ვისთანაც ადრე გქონდათ ინტენსიური კომუნიკაცია, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ არასამწუხაროდ აქ ადამიანს არ ენატრებით. შეიძლება რაღაც მომენტებში კი ახსენდებოდეთ და სურდეს თქვენთან კომუნიკაცია, თქვენთან საუბარი, მაგრამ აი თვითონ მონატრება აქ არ ჩანს. სამწუხაროდ არ ჩანს. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.